My professional experience is actually in countries that are at war. ჩემი 34 years გამოცდილება in those countries and სწორედ ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც I find it quite shocking. არიან ომში და ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ეხლა I think თვითონ არის ომში, ესე ვთქვათ. მე მინდა აი რაც შეეხება მე მინდა არ დაგეთანხმოთ თქვენ იმას დაკავშირებით, რომ ეგ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან სინამდვილეში, თქვენ თქვით რომ მოიჭრიტებიან სინამდვილეში პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს. მე არ ამგონია, რომ მათ ისინი იძულებული და ვალდებული არიან აირჩიონ ერთი მხარე ან მეორე მხარე. გაეროს გენერალურ ასამბლეაში 50%-ზე მეტი სახელმწიფოების, ანუ ნახევარზე მეტი სახელმწიფოების, სწორედ პატარა ან საშუალო სახელმწიფოებია. ჩვენ ხედავთ, მე ვეთანხმები იმას, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო ძლიერდება, ვითარდება. რო შეხედოთ ჩვენ ამ ორ ომს, უკრაინას და ირანს. ჩვენ, ანუ დასავლეთი ორივე ომს ვაგებთ. ანუ ამერიკა აგებს ორივე ომს და ამ სადაც ამერიკა აგებს, ევროპაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია მის შესაძლებლობებზე და ძალაზე. აი მეტის ასე იგი ევროკავშირს რო შეხედოთ, ხო, ამდენი ომი არსად არ არის მსოფლიოში, რამდენიც არის ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე. საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა არც ერთ ამ საკითხს პასუხი არ გასცა, ანუ არც ერთ საკითხზე მას პასუხი არ აქვს. გერმანიას აქვს თავისი სამხედრო სტრატეგია, რომელიც არ ვიცი ეს რაც ნიშნავს, მაგრამ ანუ დიპლომატიის სტრატეგია არავის არ აქვს. ევროკავშირი ვეღარ გადარჩება. ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლობით და ყველანაირად გამოიწვევს მის გადასვლას, დაჭკნობას. აი ქალბატონი კალასი, როდესაც ეკითხებია, სულ სხვა რამეს პასუხობს. ანუ ასე ვთქვათ, თუ რაღაცა გინდა რომ გააკეთო, ჯერ უნდა დაინახო რა სიტუაციაში ხარ და მეორე იმ სიტუაციაში იმოქმედო და არა შენ აზრებში რაღაცა დავშვათ ზღაპრები რაც გაქვს თავში იმის მიხედვით იმოქმედო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით პატარა სახელმწიფოები ისე ძლიერი არიან და ისე მეტი არჩევანი აქვთ ეხლა როგორც არასდროს. მათ შეუძლიათ სწორედაც პირიქით იქით ათამაშონ ეს დიდი სახელმწიფოები და ესე ვთქვათ, აი, იმიტომ რომ ეს ორი პოლიცია მსოფლიოში კარგავს ძალაუფლებას და ეხლა სწორედ მოდის აი პატარა სახელმწიფოების დრო.